მოყვარული მეთევზეების განცხადებით ბოლო დღეების განმავლობაში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი გაფრთხილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ შეეწყვიტათ თევზაობა ეგრეთ წოდებული სპინინგებით და იმანკესებით, სადაც სათევზაო კოჭა არის გამოყენებული. მათივე თქმით, გაფრთხილება მიიღეს მეთევზეთა მაღაზიების რეალიზატორებმაც, რომ შეეწყვიტათ სპინინგებისა და სათევზაო კოჭების რეალიზაცია. ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული ინფორმაცია გადაგვემოწმებინა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ინფორმაცია მიგვეწოდებინა დაინტერესებულ პირთათვის, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მათ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ არანაირი შეზღუდვა სამოყვარულო თევზჭერაზე არ ვრცელდება, გარდა ერთ ანკეზე ნემსკავთა რაოდენობისა. მეთევზეთა და მონადირეთა კლუბ ოჩოპინტრეს წევრის გიგი ხომერიკის განცხადებით, კანონი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ. როგორც გავრცელდა ინფორმაცია, გედეის თანამშრომლები დადიან და სათევზაო ადგილებში რამოდენიმე შემთხვევა იყო რა უგზალეს ხალხს თევზაობა და ეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანა, იქიდან გამომდინარე რომ გადამამოწმეს ინფორმაცია, რეალურად შეზღუდულია ნემსკავების რაოდენობა თითო მოყვარულ მეთევზეზე და არა მეთოდით სპინინგი თევზაობა, ან ეგრეთ წოდებული კოჭის გამოყენება სათევზაო მოწყობილობაზე. ეს ნამდვილად დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ცვლილება რაც შევიდა, ეს არის ეკრანი ამოიღეს სათევზაო მოწყობილობებიდან. დანარჩენი ყველა სხვა მეთოდით თევზაობა ნემსკავების რაოდენობის გამოყენებით დაშვებულია და შესაძლებელია რომ ხალხმა ითევზაოს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციას ჩვენ უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.